მოგესალმებით. მე ვარ ანა კვანტიშვილი, ფსიქოლოგი. თქვენ ჩემს გვერდზე იმყოფებით, ვინც არ მიცნობთ და ვინც მიცნობთ, გამარჯობათ. დღეს მინდა რომ ვისაუბრო თვითშეფასების საკითხებზე. მოკლე ვიდეო იქნება და მინდა გადმოგცეთ ჩემი დილის ფიქრები. მივესალმები პირველ მაყურებელს, ხო? ესე იგი, ადამიანისთვის როგორც დაბალი თვითშეფასება არის არასასურველი და ცუდი, ხო? ასევე საკმაოდ ცუდი და არასასურველია მაღალი, ეგრეთ წოდებული მაღალი თვითშეფასება. თუმცა უნდა ითქვას, რომ მაღალი თვითშეფასების უკან როგორც წესი ეს არის შენიღბული ისევ დაბალი თვითშეფასება, ხო? ანუ მაღალი თვითშეფასება რა არის, რომ აი ხელოვნურად გაბერილი, გაზრდილი რაღაცის გამო, შეიძლება გარედან მოსული რაღაც ინფორმაციის გამო, შექების გამო, შეიძლება რაღაცა რომ ის აი წარმატებას მიაღწია უცებ მოულოდნელად ადამიანმა და აი უცებ რაღაცა მოიხიბლა და რაღაცა გაიბერა ეგო, ხო? მაგრამ ეს არის მოჩვენებითი, ეს არის აი გარეგნული, ეს არის ყოველთვის დროებითი, ხო? ანუ არაადეკვატური თვითშეფასება ადამიანის ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება მაღალი თვითშეფასება თუ ეს იქნება დაბალი თვითშეფასება, ორივე შემთხვევაში არის ცუდი შედეგების მომტანი. დაბალმა თვითშეფასების ადამიანმა იცის, რომ იცი რა ყოველთვის რაღაცაში არ არის კარგი, რაღაცა არ გამოდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და უკვე დაბრკოლებულია ეს ადამიანი, მაგრამ ვისაც გაბერილი თვითშეფასება აქვს, ეს ადამიანი შეიძლება ამ ადამიანმა რაღაცები გადადგას, გააკეთოს, მაგრამ იმის გამო რომ არ იცის თავისი შესაძლებლობები და ელოდება რომ ძალიან კარგ შედეგებს მიიღებს და აი ერთგვარად მოტყუებული ატყუებს საკუთარ თავს, მერე ემართება ხოლმე იმედგაცრუება, რადგან შედეგებს იღებს საწინააღმდეგოს, რაც შეძლო რომ მიეღო. ხო? ეხლა როგორ უნდა ამოიცნოთ, ხო აი ძალიან ხშირია ის არაადეკვატური თვითშეფასება. მაგალითად, ერთ-ერთი ამისი ნიშანი არის, როდესაც ადამიანი, ესეთი ადამიანი ყველას ყავს საახლობლოში და შეიძლება ჩვენც გაგვიკეთებიან ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ადამიანს ესე უმოქმედია, ხო? რომ აი მაგალითად როცა ადამიანი გამუდმებით საკუთარ თავს აქებს, ყვება რომ აი ეს როგორ კარგად გამოუვიდა, ესეც როგორ კარგად და აი თვითონ აი გაბერილად, გადაზედმეტებულად საკუთარ თავს აქებს და ასევე ყვება მაგალითად გეგმებს, რომ აი ეს უნდა გავაკეთო, ეხლა ეს უნდა გავაკეთო, ეს გეგმები მაქვს, ეს გეგმები მაქვს და ამავდროულად თუ თქვენ ხართ ეს ადამიანი, აი დაუფიქრეთ კარგად, ხო? აი თითქოს ეს ადამიანი ელოდება, რომ აი ვისაც უყვება, მათში დაინახოს რეაქცია, აი გამოიწვიოს რეაქცია და ანუ სმენელებმა უთხრან რომ ვა რა მაგარი ხარ, მართლა მაგას აკეთებო, ოჩახ, საოცარი ხარ, ხო? აი შეფასებები მიიღოს, რომ კარგი ხარ, მაგარი ხარ და შეფასება მიიღოს არა გაკეთებული საქმით, არამედ აი რომ რაღაცა რომ უნდა რომ გააკეთოს წინასწარ, აი იმით უნდა რომ შეფასება მიიღოს და ამითაც კი კმაყოფილია, მაგრამ რეალურად ესეთი ადამიანი შეიძლება საერთოდ საქმეს არ აკეთებდეს, არანაირ საქმეს არ აკეთებდეს, მაგრამ იღებდეს ამ თვითშეფასებას იმ მომენტში, აი მე ამას ვაკეთებ, ვიცი და გაკვირვება მოაქვს, იმიტომ რაღაც ფანტასტიკურ რაღაცებს ყვება და გაკვირვება აქ ადამიანების, გაოცება რა მაგარი ხარ, შექება, ვაუ, რა უცნაური ხარ, რა მაგარი ხარ, ძლიერი ხარ და ეს ადამიანი იკმაყოფილებს იმას დროებით, თქვა თვითშეფასებით, აი მომენტებს, თავის საკუთარ ეგოს, საკუთარ
მოთხოვნილებას იკმაყოფილებს აი ამ ასეთი მოქმედებით, ხო? სინამდვილეში ასეთ ადამიანს საკუთარი თავის არ ჯერა სულად არ აქვს თვითდაჯერება, ხო? მან არ იცის, აი შინაგან ეჭვი ეპარება უფრო სწორად, ხო? აი ეჭვი ღრღნის, ხო? ამას თვალებს არ უსწორებს, ატყუებს საკუთარ თავს, ხო? აი მოტყუებაშია და უნდა რომ აი მოთხოვნილება აქვს, უნდა აღიარება აკლია, უნდა რომ მიიღოს პატივისცემა ყველაფერი, მაგრამ აი ამ სახით იღებს თქვათ და არა რეალური მოქმედებებით, ხო? ამიტომ მას ენერგია ეკარგება, ხვდებით, აი ფუჭ რაღაცებში ეკარგება თავის სასიცოცხლო ძვირფასი ენერგია, ვიდრე იმაში, რომ აი მართლა რეალურად თქვათ შეიძოს ის უნარები, ან შეძლოს ის რაც უნდა, ხო? კიდევ მეორე ტიპის ნახე, მეორე ტიპის ადამიანი არის, როდესაც თქვენ ამასაც ძალიან ხშირად შევხვდებით ჩვენ, როდესაც ადამიანი და აი იცნობ ადამიანს, ან ისაც იცნობდი, რა ვიცი, შენაცნობი იყო და აი ცდილობს, რომ უფრო ნაკლებად გაგრძნობინოს მასთან თავი. აი თითქოს აი ისეთი ჭკვიანი არ ახარ მთლად, თითქოს ისეთი კარგი არ ხარ, როგორც ის და აი რაღაცნაირად აი განწყობით, საუბრით, იქ აი რაღაცა მინიშნებებით, მითითებებით, აი ყველანაირად რაღაც აი უმნიშვნელოდ, აი თითქოს აი ეს კი არ არის ისეთი ფაქტი, რომ უთხრა, რომ აი შენ რატო იქცევი ესე. არა, ეს რაღაცა შეფარული ქმედებები არის, ითიც ცდილობს, რომ შენ უფრო დაბალი გაგრძნობინოს თავი, უფრო მასზე მცირე და აი თვითონ აი ამის ხარჯზე, რომ თქვათ ვიღაცეებს, მადლობა ნატა, სასიამოვნოა თქვენი მოსმენა. აი იმის ხარჯზე, რომ თქვათ სხვები დაამციროს, შეიძლება უხეში სიტყვა დამციროს, მაგრამ აი უფრო დაბლა დააყენოს ვიდრე თვითონ, ხო? თავის ეს მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს, ხო? ან შეიძლება იყოს, რომ აი ადამიანი ყოველთვის აკეთებს შედარებას და ისე ლაპარაკობს. აი იცი რა, აი ხო შენ ეგ გააკეთე, მაგრამ აი მე სხვანაირად გავაკეთებდი, მე იცი რა, ამას ეს სხვანაირად, აი შენ კი არა ფუძე თქვა, მე ეს ძალიან მომწონს, ეს შემიძლია. არა, ის გეტყვის რომ არა, შენ რო ამას არასწორად აკეთებ, მე კიდევ აი ვიღაცას შეადარებს, შენ შეგადარებს, აი შენ დაგაკნინებს და უცებ თავის თავზე რაღაცას იტყვით, რომ თვითონ უკეთესია, ხო? ესეც ამის აი ხიბლშია რა, ან რაღაცა უცებ გააკეთა წარმატება და ხიბლშია და არ იცის ეს როგორ მოახვიოს ადამიანებს თავში და აწია ნიკაპი აწეული აქვს და დადის ეს ქუჩაში შეხვდებით ესეთ ადამიანებს, ხო? დაიარება, რომ ნუ აი ეს რა საოცარი და რა წარმატებული და ეს ახალი წარმატება ადამიანებს ამაყებს, ხო? აგიჟებთ მათ ეგოს და აი ეს რაღაცა გადახედვა, ეს გამომეტყველება და აი ყველაფერზე აისახება, რომ აი თითქოს მეორე ადამიანი შეხედავს და იფიქრებს, რომ ვაუ, აი ეს ალბათ მართლა მაგარი ვინმეა, ვაიმე ეს ალბათ მართლა ლამაზია, ვაიმე ეს ალბათ მართლა წარმატებული, ალბათ მართლა ნიჭიერია, ალბათ მართლა ბედნიერია, ვაუ და სხვა ადამიანი ტყუდება და გონია, რომ მართლა მასზე მეტია ეგეთი ადამიანი, გესმით, აი ეგეთი მზერით რო იყურება, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ არა და არა, ესეთ ადამიანს რეალურად შიგნით სულად არ აქვს ესეთი მაღალი თვითშეფასება, როგორც ამას თქვენ გაჩვენებთ. პირიქით, ეს არის ხელოვნურად გაზრდილი, გაბერილი, სგულის სიღრმეში გამოკვლევების დროს, აი სესიებზე რომ ვიკვლევთ, რომ ვნახულობთ, იქ მივადგებით აუცილებლად, რომ არა, ამ ადამიანს ძალიან ეშინია, ამ ადამიანს არ ჯერა საკუთარი თავის ეშინია, რომ დაკარგოს ეს ყველაფერი, სულაც არ იცის მან თავისი თავი, არ იცის ბოლომდე. აი გაუმართლა რა, ჯერ აი რაღაცა გაუვარდა და აი არ არის ეს მისი, ხვდებით? აი თქვათ რაღაცა შეძლო, რაღაცა წარმატება მიიღო, რაღაცა თქვათ გამოუვიდა, ან რა ვიცი, რაღაცა და აი ამას თავის პიროვნებას მიიწევს, რომ აი თვითონ თითქოს მეტია სხვა ადამიანებზე და დამერწმუნდ, აი ეს ნიშნავს უკვე დაბალ თვითშეფასებას, არაადეკვატურ თვითშეფასებას ნიშნავს, გესმით, რომ რეალურად ამ ადამიანმა აბსოლუტურად არ იცის, ვინ არის, რა შეუძლია, როგორია და ასე შემდეგ, იტყუებს თავს. ესეც არის თავის მოტყუება.
ასე რომ ჩემოკარგებო, ეხლა მინდა გითხრათ ეგეთი რაღაცა, რომ თვითშეფასება ისეთი რაღაც არის, რომ კი ეს არის აი როგორც საყრდენი, რომ აი შეგიძლია რა, გამოგივა რა, აი მაგარი ხარ რა, მაინც აი არ დაეცემი და ეს მოდის ბავშვობიდან. ამას თქვენ გაძლევთ დედა და ამაზე შემდეგ ვიდეოზე მეორე სერიას გავაკეთებ და მოგიყვებით რატომ და როგორ რანაირად, ხო? ამას ეს გეძლევათ ბავშვობაში, ხო? და თუმცა ნახეთ როგორ ან შეიძლება ბავშვობაში ეს ვერ შეიქმნით ეს სიმყარე, მაგრამ შემდეგ როცა გაიზარდეთ უკვე თქვენვე მოიპოვეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ნახეთ როგორ რაღაც არის, თვითშეფასება არ არის, რომ აი ყველაფერში მაგარი ვარ, ეს ხო არ არის, ხო? იცი რომ აი რაღაცა გამომდის, რაღაცა იცი, თქვათ ეს თვისება გაქვს, ეს უნარი გაქვს, ეს არა გაქვს, აქ სისუსტე გაქვს, აქ თქვათ არ ახარ იმდენად კარგი, ანუ რეალურად თვითშეფასება რას ნიშნავს? მაღალი, აი როგორ ავიმაღლო თვითშეფასება? არ არის ეს რეალურად გამართლებული სიტყვები, გესმით? რეალურად სიმართლე არის, როგორ მქონდეს ადეკვატური თვითშეფასება, როგორ გავიცნო ჩემი თავი და ვიცოდე უბრალოდ რა შემიძლია, რა მაქვს გაკეთებული, რა მაქვს გასაკეთებელი. ნებისმიერ შემთხვევაში არავიზე მეტი არასდროს არ იქნება და არც არავიზე ნაკლები არ იქნება. ყველა ვართ ერთნაირები, ყველა ადამიანები ვართ. ხო? უკვე მაგარი ხარ. უკვე ყველაფრის უფლება გაქვს. უკვე შენი სახლია დედამიწა. უკვე უნდა იყო თამამი. ეს უფლება უკვე შენ დაბადების უფლებიდან გამომდინარე უკვე გაქვს. და აი თუ ამას გულისხმობ, რომ ეს მაღალი თვითშეფასება მინდა მქონდეს, შენ უკვე უნდა გქონდეს უფლება შენს თავზე სამყაროზე ყველაფერი კარგზე რაც სამყაროში არის. მაგრამ რაც შეეხება იცი რა შემიძლია, რა გამომივა, როგორი ვარ, რანაირი ვარ, არ ვიცი, როგორ გამოვიყურები. ეს არის იმის ამბავი, რომ იცი რა უნდა გავიცნო, დავალაგო ჩემი თავი, ვიშრომო, შრომის გარეშე რა შეიძლება ადამიანს რა შეიძლება გააკეთო, როგორ შეიძლება ვიყო მაღალი თვითშეფასება მქონდეს ისეთ რაღაცაში, რაც არ ვიცი და ვიცი რომ სუსტი ვარ. და ნახეთ, მე თუ ვიცი რომ იმაში სუსტი ვარ, მე ეს მიღებული მაქვს ჩემი ეს ნაწილი. ეს არ მოქმედებს ის რომ მე რაღაცაში სუსტი ვარ. ეს არ მოქმედებს იმაზე რომ მე ვაიმე კოშმარი ვარ და საშინელება ვარ. არა, მე ვიცი ჩემი სისუსტე, მე არ მოვიწონებ თავს ამ ყველაფერში, მე არც დაველოდები რომ ეს ყველაფერი საოცრად გამომივა. ნახე, აი როგორი მიდგომაა, რომ ეს ყველაფერი საოცრად გამომივა. არ ველოდები, არც იმედგაცრუებას არ ვიღებ. მე ადეკვატური, აი ნიშნული რა არის? დაიჭირეთ თქვენში, აი ეს ადეკვატური თვითშეფასება რას ნიშნავს? ხვდები, რა შეგიძლიათ და რა არა. რაში გინდათ ჭირდებათ შრომა და რაში არა. რა უნარი უნდა შეიძიოთ, არსებობს უნარები, რომელიც დაბადებიდან არავის არ აქვს, ხო? რომელიც შეიძლება უბრალოდ შეიძინო. ვიღაცა იბადება მეტი ნიჭი აქვს რაღაცაში, ვიღაცას არა აქვს, მაგრამ შრომით შეიძენს ამ უნარს, ხო? თვისებები ავიღოთ ყველას, ყველა თვისება გვაქვს ასე თუ ისე. რაღაც თვისებას ჭირდება უბრალოდ გაძლიერება, რაღაცას უფრო დაწევა დაბლა, ხო? დამთავრდა, ყველა ვართ ერთნაირები, ერთი თიხისგან ვართ მოზელილები, ასე რომ ვთქვათ, ხო? ამიტომ ადეკვატური თვითშეფასება, ეგ ერთი იცოდეთ რა შეგიძლიათ, რა არა, რაც ეს მესიჯი რაც მინდა გამოგიგზავნოთ და კიდევ ის რომ თუ ვიღაცა თავმაღლობს, თუ ვიღაცა ხო ძალიან ძლიერი და რაღაცა გაბერილი გგონიათ, იცოდეთ რომ ის უკან ასევე ეჭვიანი და შეშინებული ადამიანი იმალება, ამან არ შეგაშინოთ არავითარ შემთხვევაში, პირიქით ის ადამიანი, ვინც ნამდვილად ბევრი გაუკეთებია, ნამდვილად ბევრი იცის და ნამდვილად ბევრ რაღაცაში არის წარმატებული და კარგი და მაგარი და ძლიერი, არასდროს ქედმაღალი აღარ არის. ეს გადაივლის პირველი აჟიტირების მერე, უკვე მყარდება ეს ყველაფერი, უკვე ხვდება ადამიანი, რომ აი მე ვიცი, ჩემი არ ცოდნა, ეს მაგარი სიტყვებია, ხო? ანუ იმ ჭკვიანმა, იმ წარმატებულმა ადამიანმა იცის, რომ იმდენი რამე არ იცის კიდევ, კი ეს რაღაცები იცის, რომ იმდენი რამე არ იცის, რომ უბრალოდ თავმაღლობა და სიამაყე უბრალოდ არაფერ შუაში აქ არ არის და უბრალოდ არასამართლიანია, ასე რომ ვთქვათ და აი ადამიანთან ვისთანაც
კარგად გრძნობთ თავს, ხო, ვინც არ არის ამპარტავანი, აი თუ გიწარმატებული ადამიანები, თუ გინდ ვიღაცა ვინც გაბრწყინდა, თუ გინდ ჭკვიანი, რა ვიცი, ცნობადი ეს ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობის დროს თქვა გქონიათ ურთიერთობა და ძალიან უშუალოა, ძალიან კარგია, მის გვერდით პირიქით თქვენ კარგად იგრძენით თავი, ესე იგი, დიახ, მას აქვს ძალიან ადეკვატური, მაღალი, კარგი თვითშეფასება. ხოლო ვინც თქვენ გაკნინებთ და აი რაღაცით, აი თუ გადმოხედვით, მზერით, ნებისმიერ თანამშრომელი იქნება ეს თუ მეგობარი თუ ნათესავი, რაღაცით თქვენ გაკნინებთ, მას არ აქვს მაღალი თვითშეფასება. პირიქით, მას ეჭვი ეპარება და ძალიან შეშინებულია და ეშინია. იგივე ითქმის სილამაზეს, აი ქალები, აი რომელსაც აი რაღაც გარეგნობას არიან დამყარებულები და აი შეიძლება გაამაყებული იყვნენ. არა მეგობრებო, უამრავი ჩემთანაც მოსულან უამრავი პაციენტი, კლიენტი, რომელიც შესანიშნავი გარეგნობით არის, უბრალოდ აი ულამაზესი გოგო, ქალი და თვითშეფასება არ ვიცი, აი ნოლი, ძალიან დაბალი და საშინელი თვითშეფასება, რომელიც შეიძლება არ ჩანდეს და სხვანაირად ეგონოს. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, მეგობრებო და გისურვებთ გამოიკულიოთ ადეკვატური თვითშეფასება, ანუ გაიცნოთ საკუთარი თავი, რა შეგიძლიათ. მადლობა და დამიწერეთ კომენტარები, ძალიან მინდა რომ თქვენი უკავშირი ამ შემთხვევაში მივიღო, რომ აი როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორ თვითშეფასება გაქვთ? მაღალი, დაბალი, ადეკვატური. თუ აი რა სიტყვით საკუთარ თავს. ვინც თამამები ხართ, დამიწერეთ თქვენი მოსაზრება, გააზიარეთ დღევანდელი ვიდეო და როგორც შეგპირდით, შემდეგი ვიდეო იქნება თუ როგორ გვაძლევს დედა თვითშეფასებას. აბა, დროებით.